თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 8 პირის საქმეზე მორიგის ხდომა გაიმართა. პროცესზე, რომელიც თითქმის 6 საათს გაგრძელდა, კვლავ ბრალდების მოწმეებს მოусმინეს. 14 მაისსაც, ისევე როგორც წინა სასამართლო პროცესზე, პროკურატურის მოწმე პოლიციელებიდან, რომელთაც საქმეში დაზარალებული სტატუსი აქვს, სასამართლოსთვის არც ერთს უთქვამს, რომ მათ ზიანი საქმეში ბრალდებულთაგან რომელიმე მიაყენა. სხდომაზე გამოკითხულმა ერთ-ერთმა პოლიციელმა, საქმეში დაზარალებული სტატუსის მქონე ივანე კაპანაძემ თქვა, რომ საპროტესტო აქციაზე ხელი დაუზიანდა და იმდენად ძლიერი სისხლდენა დაეწყო, რომ ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა. თუმცა ტანსაცმელი, რომელიც აქციაზე ეცვა და რომელზეც სისხლის კვალი უნდა ყოფილიყო, საგამოძიებო ორგანოში არ მიუტანია. პოლიციელი ამბობს, რომ ტანსაცმელი სახლში აქვს და მომხდარის შემდეგ რამდენჯერმე გარეცხა. რადგან სისხლი მოგდიოდათ, ან ხელზე მოგდიოდათ, თქვენი ტანსაცმელი სისხლი დაიშორა, ხო ისე? ეს ტანსაცმელი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის სამმართველოში მიიტანეთ და ამოიღეს, ხო ისე? არ მომიტანია ეს. დამალეთ ხო ეს ტანსაცმელი? რატო არ მიმიტანეთ დამალეთ? არა, დამალეთ თუ არ დამალეთ? საბავშვო ბაღში ხო არა ვართ ახლა ნამდვილად. დამალეთ თუ არ დამალეთ ეს ტანსაცმელი, რომ სისხლიანი ნივთკიცება არსებობდა ხა. მეტი რა მტკიცებულება უნდა იყოს საქმეში ბატონო. რამოდენიმე დღის მერე და როგორ უნდა მიეტანა? აი ეს პასუხებს მოვუკარნახეთ, გეხვეწები რა. მოვამზადოთ ისე მოვიყონოთ. ძალიან ხო ბატონო ელგუჯა. ეს ტანსაცმელი ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში არ მიიტანეთ, ხო ეს? არ მიმიტანია, არც დამიმალია. არც დაგიმალიათ. პოლიციელი ბრძანდებით და მტკიცებით სამართალში ნივთი მტკიცებას რამ ხელმომნიშნობა გიცით, მაგრამ ეს ტანსაცმელი გადაყარეთ, ხო ესია? რატო გადაყარა თუ არ გადაყარა მაინტერესებს? აცემული აქვს პასუხი, რომ არ მოუტანია საგამოძიებო ორგანოში და კითხვა სხვა არის ბატონო მოსულა. ტანსაცმელი არ გადამეყრია. ეხლა სად ინახება ეს ტანსაცმელი? სახლში. პოლიციელმა ნიკოლოზ ხურცილავამ კი სხდომაზე განაცხადა, რომ საპროტესტო აქციაზე სახეში ქვა მოხვდა, რის შემდეგაც სისხლდენა დაეწყო. მისივე განმარტებით ექიმებმა მას 6 ნაკელი დაადეს. როგორც პროკურატურის მოწმე ამბობს, საავადმყოფოში ოპერატიული მანქანით მივიდა. თუმცა ადვოკატმა ელგუჯა ავსაჯანიშვილმა სასამართლოში წარადგინა სამედიცინო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც პოლიციელი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარებამ შეიყვანა. ნიკოლოზ ხურცილავამ თქვა ისიც, რომ ვერ შეძლო დაენახა თუ ვინ ეს როლა ქვა. ბიჭებს ხედავთ, რომლებიც აქ არიან. თქვენ პირველი მაინტერესებს, აი დაზარალებულად იმყოფებით აქ. რაში ხართ დაზარალებული, რომ თქვათ, აი თქვენ რაში გრძნობთ თავს დაზარალებოთ? გამოძიებელი ძამდებით რა შემახსენებთ? არა. ხო, იურისტი ხარ ძმ, აი რაში ხართ დაზარალებული? რაში ვარ დაზარალებული და პოლიციელი, როდესაც სამსახური მოვალეობის დროს, აგინდა პოლიციელი, როგორც გინდა არ იყოს პოლიციელი, სხვისი ნასროლი ქვიდან მიიღებს დაზიანებასაც ხო გააჩნია, მე აშკარად ტუჩი მქონდა გახეული მთლიანად რა. გონივი საკმარისია, რომ მე დაზარალებულიც რომ ჩემი თავი. ვინმე სოლა კონკრეტულად არ დავინახე, იმიტომ რომ ძალიან მოდიოდა ჩვენს მიმართულებით და ფიზიკურად ვერ ხედავდით ვინ გვესოდა, იმიტომ რომ დაცვის რეჟიმში ვიყავით, რომ თავში არ მოხდებოდა, მაგრამ საუბედუროდ მაინც მოხდა სახისარეში. ამ სისხლის სამართლის საქმეში სამბრალდებულს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხუთს კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს 6-დან 9 წლამდე. დანაშაულში მონაწილეობაში ბრალდებულ ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გორგაძეს, თორნიკე გოჩაძეს, ინცა ფალიევსა და ნიკოლოზ ჯავახიშვილს კი 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბრალს არც ერთი მათგანი არ აღიარებს.